უსაფრთხოების სამსახურები პრინციპში გამოწვევა ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის კონსოლიდირებული დემოკრატიებისშიც, რაც უფრო სუსტია და მყიფეა დემოკრატიები, მით უფრო ძლიერია როგორც წესი ამ ტიპის სამსახურების გავლენა. ეს მათ შორის დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის საფრთხის პროფილზე. მაგალითად, ჩვენთვის ცნობილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები 9/11-ის მერე ამ თვალსაზრისით პრინციპულად სხვა ტიპის სახელმწიფო გახდა სწორედ იმ საფრთხის პრევენციისთვის, რომელიც ტერორიზმისგან ამერიკის შეერთებული შტატების დაცვას გულისხმობდა. მოკლედ, ანუ დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე, საფრთხის პროფილი და შიდა ორგანიზაციული კულტურები ხშირად განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყანაში უსაფრთხოების სამსახურების გავლენების დონეს. მაგრამ პრინციპულად განსხვავებულია ჩემი აზრით ამ თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა სივრცე, ანუ ჩვენ მოვდივართ მაინც იმ სივრციდან, სადაც უსაფრთხოების სამსახურები იყო პოლიტიკის ინსტრუმენტი, ანუ ეს ტოტალიტარული, ავტორიტარული გამოცდილება საბჭოთა კავშირის სამწუხაროდ საქართველოს ბევრი მიმართულებით შეიძლება მიაღწია გარკვეულ პროგრესს, აი ამისგან ემანსიპაციის თუ გათავისუფლების თვალსაზრისით, მე მგონია რომ უსაფრთხოების სამსახურები დარჩა ტიპურად საბჭოთა მოდელზე აწყობილი დღემდე. მართლა ოპიუმივით არის აი ამ ხელა ძალაუფლებას და რასაც სუსი პოლიტიკოსებს თავაზობს, ანუ ძალიან დიდ ასორტიმენტს თავაზობს ინსტრუმენტების, რაც რთულად წარმომიდგენია, რომ ბევრმა პოლიტიკოსმა ამ ცდუნებას თავი დააღწიოს. ძალიან კონსერვატიულია ეს სამსახური, სადაც მუდმივად ლაპარაკობენ უმცირესობებზე, როგორც პრობლემაზე, რაღაცა კონკრეტულ ადგილებზე საქართველოს აღარ მინდა რომ ჩამოთვალო, სადაც თითქოს ვიღაცა აღვივებს რაღაცას და მოკლედ შემდეგ პოლიტიკოსებს უჩნდებათ ესეთი კომპლექსი რა, ან მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები აი ამ პრობლემების მოსაგვარებლად, ან სუსტ გადააბარონ და სუსტი პოლიტიკოსები როგორც წესი ცდილობენ იმის გამო რომ ეს არის რთული, კომპლექსური საკითხები მიაბარონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აი ამ ტიპის საკითხების მართვა იქნება ეს რელიგიური საკითხები, უმცირესობის საკითხები, რაც არის კატასტროფა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის. მას შემდეგ რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამა თუ იმ ესე იგი წარმომადგენელმა იცის რომ სინამდვილეში მას იმაზე მეტი ფუნქცია უკვე გაუნაწილეს პოლიტიკოსებმა ვიდრე მას ეკუთვნის, შემდეგ ის უკვე აყენებს მოთხოვნებსაც, იცი რა მე ამას თუ ვაკეთებ, მოდი ესეც ამის საშუალებაც ბალემ არჩევნებსაც მე ჩავატარებ, ბალემ სკოლის დირექტორებსაც მე დავნიშნავ. აი ამ უმცირესი რაღაცეებით ჩადიხარ ბოლოს ბაღის დირექტორების შერჩევამდე რა და ძალიან მნიშვნელოვანია რომ პოლიტიკოსები დარჩნენ თავის მოწოდების სიმაღლეზე, იმიტომ რომ ხალხი აძლევთ მათ ლეგიტიმაციას და სუსი არის მათ ხელში ინსტრუმენტი და ისე არ აღმოჩნდეს, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ისინი ხდებიან ინსტრუმენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელში. უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა პრინციპულად შესაძლებელია იმ სისტემაში, სადაც პოლიტიკური ძალები და პოლიტიკური პარტიები მზად არიან ძალაუფლება დათმო მშვიდობიანი გზით. ჩვენ რამდენადაც რუტინული პრაქტიკა არ გქონია, ძალიან რთულია უსაფრთხოების სამსახური სრულად გავათავისუფლოთ პოლიტიკური მდგენელისგან. მოკლედ, ამ სისტემის რეფორმა, როცა ვლაპარაკობთ მაგალითად ამ ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმაზე, ხო? მას აქვს ორი ძალიან მკაფიო განზომილება. ერთი ეს არის პოლიტიკური განზომილება და მეორე ეს არის ტექნოკრატიული განზომილება თუ ტექნიკური განზომილება. მიუხედავად იმისა, რომ მე საჯარო მოხელე ვიყავი 10 წელი და ჩემი ესე ვთქვათ ფუნქცია იყო ტექნოკრატიული გადაწყვეტების მოძებნა და არა პოლიტიკის, მე ძალიან კარგად ხედავდი, რომ ეს მათ შორის არის სწორედ ის საკითხი, სადაც მხოლოდ ტექნოკრატიული გადაწყვეტები, მაგალითად კანონის შეცვლა, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ 2015 წელს გახსოვთ შსს და სუსი გავმიჯნეთ ერთმანეთისგან, თუმცა ჩემს თვალწინ ერთი მონსტრის ნაცვლად შეიქმნა ორი მონსტრი თავისი დუბლირებებით სამსახურების და ასე შემდეგ. ანუ ტექნოკრატიულ გადაწყვეტაზე მეტად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სისტემის რეფორმა და მე მგონია რომ აი ეს არჩევნები ახლა რომელსაც ჩვენ ყველა ერთად ველოდებით 26 ოქტომბერს, ხო? ამ თვალსაზრისით სრულიად ახალ ფანჯარას გვიხსნის ჩვენ ქვეყანას, რომ მართლა დავარეფორმიროთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმის გამო, რომ ჩვენ მივიღებთ დიდი ალბათობით კოალიციურ მთავრობას, სადაც პოლიტიკური ძალები ერთმანეთთან დარჩებიან კონკურენციაში და იოლად ვერ მოხდება ამა თუ იმ კონკრეტული პარტიის სახელმწიფოსთან შეზრდა. რაღაც მიზეზი კი არის, სუსი არის სიმპტომი, ანუ გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური რეჟიმის შინაარსის. თუ იცვლება პოლიტიკური რეჟიმი, ავტომატურად სხვა ტიპის სახელმწიფო სამსახურს ვიღებთ და პოლიტიკური რეჟიმის შეცვლის დემოკრატიისკენ, თუ კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ მე მგონი შანსები ახლა ნამდვილად გვაქვს.
მეორე საკითხი, რაზეც მე მიხარია, რომ მე მგონი ოპოზიციური პარტიების დიდ ნაწილს აქვს ასე თუ ისე ერთნაირი ხედვა, რაც გულისხმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმას, სადაც მე სამ საკითხს გამოვყოფდი აი ამ მოკლედ ტექნოკრატიულ ნაწილში. ვისი პოლიტიკური მხარდაჭერაც ვფიქრობ, რომ აი კოალიციურმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს. პირველი ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დანიშვნის წესი. თქვენ იცით, რომ ამ წუთას ის ინიშნება უბრალო უმრავლესობით. რაც შეიძლება მაღალი, ესე ვთქვათ, კონსენსუსი უნდა არსებობდეს საპარლამენტო მისი დანიშვნის წესზე. მეორე ეს არის თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ძალაუფლების დეკონცენტრაცია, რაც გულისხმობს მისთვის საგამოძიებო ფუნქციების გამოცვლას. და ამ თვალსაზრისით იცით თქვენ რომ თქვათ იგივე ქარტია ამბობს რომ უნდა შეიქმნას ძლიერი ანტიკორუფციული სამსახური საგამოძიებო ფუნქციებით, ხო? და არა ის რომელიც დღეს არსებობს. ეს არის ქარტიის გარდა ევროკავშირის ერთ-ერთი დათქმა, ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მნიშვნელოვანი პორცია ამ ფუნქციების სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს და წავიდეს ანტიკორუფციულ ბიუროში თუ რაც ერქმება იმ ახალ ორგანიზაციას. მესამე მომენტი, ესე იგი, გარდა დანიშვნის წესისა და თვითონ აი ამ ფუნქციების გაყოფისა, ეს არის საპარლამენტო კონტროლის საკითხი. საპარლამენტო კონტროლს ჩვენ ასე უყურებთ, რომ მათ შორის თავდაცვის უშუალობის კომიტეტი არსებული ფორმით პარლამენტში, ჩემი აზრით, ეს არის ერთი დიდი თავგომბალა, რომელიც ვერ ასრულებს საბოლოო ჯამში ფუნქციებს, ვერ ასრულებს არა მხოლოდ იმის გამო, რომ თქვათ იქ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობა არის სუსტი, არამედ მათ შორის იმის გამოც, რომ თვითონ მანდატი არის გადღაბნილი და ძალიან დიდი. ჩემი და ჩვენი პარტიის ხედვა ამ შემთხვევაში არის ის, რომ თავდაცვა გავიტანოთ შხილებს გარეზე, თავდაცვა უფრო განვითარებაზე, პოლიციის შემუშავებაზე ტიპის კომიტეტი უნდა არსებობდეს ცალკე თავდაცვის საკითხებზე და თქვათ იგივე უსაფრთხოება მართლმსაჯულება შეიძლება გამოიყოს ცალკე, სადაც უკვე ოპოზიციურ პარტიებსაც საპარლამენტო კონტროლისთვის უნდა გქონდეთ ქმედითი მექანიზმები. და მეოთხე საკითხი, რომელსაც მე ასევე გამოვყოფდი, მე დავარქვევდი ამას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პროფესიონალიზაცია. დღეს მაგალითად პრაქტიკულად იმისთვის რომ გახდეს სუსტ ოფიცერი, არანაირი რაღაცა ესეთი კაფეო საგანმანათლებლო თუ კრიტერიუმების დაკმაყოფილება არ გჭირდება, ხო? აი ჩვენ მე მაგალითად ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი ქართული ოცნების უმრავლესობის დეპუტატის შვილი მუშაობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. რატო? იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე იოლი დასაქმების სფერო. განსხვავებით თავდაცვისგან, სადაც მაგალითად ოფიცერი ვერ გახდები თუ 4 წლიანი ლეიტენანტის კურსი არ გაიარეს სიტყვაზე, ან უმაღლესი განათლება არ გაქვს და შემდეგ არ გაქვს ლეიტენანტის კურსები გავლილი თავდაცვის აკადემიაში და სუსში არ არსებობს აი ამ ტიპის კრიტერიუმები რა. ანუ ის არის მაინც იოლად ადამიანების დანიშვნის წახალისების მათ შორის მაღალ თანამდებობებზე ადგილი. ამის ალბათ ყველაზე ისეთი კლასიკური მაგალითი ყველას გვახსოვს იყო სოსო გოგაშვილი, თუმცა ამ ტიპის ადამიანები არის ბევრი, ხო? ჯამში ეს რას ქმნის? ანუ გარდა იმისა, რომ რაღაცა ორგანიზაციის დისკრედიტაცია მუდმივად ხდება, იქ პლუს ხდება უამრავი პროფესიონალის და პატრიოტის, რომელიც ამ წუთას მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელთა მართლა მთავარი ამოცანა არ ვიცი თუ კონდაზორით საქმიანობას ეწევა მაგალითად დაცვა ამ ქვეყნის უცხო ქვეყნის მავნე გავლენებისგან და ასე შემდეგ, ну ამ ადამიანების დემოტივაციას იწევს ცხადია, ხო, იმიტომ რომ მათ ყავთ პოლიტიკურად დანიშნული უამრავი უფროსი, რომელიც რაღაცნაირად განსაზღვრავს მათ დღის წესრიგს. მოკლედ, პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაცია პლუს 4 რამ ეს არის თვითონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან საგამოძიებო ფუნქციების გამოსვლა, ეს არის საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, ეს არის მისი პროფესიონალიზაცია და რაც თავარია ამ სამსახურის დანიშვნის, უფროსის დანიშვნის წესი. ეს 4 რამ პლუს პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, სისტემის ცვლილებასთან ერთად ჯამში მოგცემს მართლა სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე მზრუნველ ორგანიზაციას. თავისთავად თელმა ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევამ მისი იმ ტიპის დისკრედიტაცია გამოიწვია, რომ მე და თქვენაც კი სალომე, რომლებიც პრინციპში ვართ ადამიანები, რომელსაც ქვეყნის უსაფრთხოება ნომერი 1 პრიორიტეტია, ხო? ანუ ეჭვის თვალით უყურებთ ნებისმიერ აი ამ მათ მიერ გამოთქმულ დასაბუთებულ ვარაუდს და ასე შემდეგ, მაგრამ თუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავისუფალი იქნება აი ამ პოლიტიკური მდგენელისგან და მას ექნება საკმარისი რეპუტაცია ჩვენთვის
საკმარისი არგუმენტი იქნება, მოკლედ მათ მიერ გამოთქმული კონსერნი. თუ სამსახური პოლიტიკური ოპონენტების დევნის ინსტრუმენტად არის ქცეული, ესეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, რომ მათ შორის პოლიტიკური ნიშნით ცუდი ადამიანებიც ან მაგალითად პრორუსები იქნენ ამ სამსახურის მიერ დასჯილი, ხო? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამსახურს ჰქონდეს ესეთი პირუთვნელი რეპუტაცია ამ თვალსაზრისით. ჩვენ არ გვილაპარაკია მათ შორის ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის როლზე, რომელიც აი ამ მოსმენებს და თვალთვალს ახორციელებს, ხო? ეს არის ერთ-ერთი ალბათ ყველაზე ისეთი რაღაცა სპილო ოთახში საკითხი, რომელზეც ყველა ვცდილობთ ხოლმე რომ თავი ავარიდოთ ამ თემაზე საუბარს, მათ შორის ოპოზიციურ პარტიებიც მაქვს მხედველობაში. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის რაღაცა განუზომელი ძალაუფლების ადგილი, რომელსაც იმავდროულად აქვს კონკრეტული კრიმინალის პრევენციის ძალიან სერიოზული ფუნქცია. გადამწყვეტი როლი მაინც აქვს, რა თქმა უნდა, მოსამართლეს, რომელიც საბოლოო ჯამში იღებს გადაწყვეტილებას აი ამ თვალთან დაკავშირებით და იმავდროულად პროკურატურასაც. ამ თვალსაზრისით ახლა სუსში ვერ დააყენებ ისეთ ერთ დღეში ვერ შექმნის სტანდარტს ისეც, რომელიც რაღაცნაირად სრულად დაგვიცავს აი ამ ტიპის გაუგებრობებისგან. ამიტომაც როცა პირველი პუნქტი, რაც ვთქვი, როცა პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციაზე ვლაპარაკობდი, მათ შორის გულისხმობდი დამოუკიდებელ სასამართლოსაც ჯამში მოსამართლეებმა უნდა შექმნან და დაუწესონ თავისი გადაწყვეტილებები და პრაქტიკით ამა თუ იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატორს, როგორი სტანდარტის შემთხვევაში მათ მიეცემათ საშუალება, რომ ადამიანებს უთვალთვალონ. ეს გაზდიდა ერთი მხრივ მათ პროფესიონალისთვისაც და მეორე მხრივ, კიდევ ვიმეორებ, ამ შემთხვევაში ასე თქვა დაცული იქნებოდა როგორც რაღაც გონივრული ბალანსი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონკრეტული ადამიანის ინდივიდუალურ უფლებებს შორის. და ამის გაკეთება მხოლოდ სასამართლოს შეუძლია. ამიტომ ვიძახი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმა ესე ტექნოკრატიულად ცალკე აღებული რაღაც კანონების შეცვლით და ასე შემდეგ არ არის საკმარისი. ანუ მნიშვნელოვანია სისტემის პოლიტიკური ტრანსფორმაცია, სადაც მათ შორის ვათავისუფლებთ სასამართლოსაც, რომელიც ასევე არის აი ამ ქარტიის და ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. მან პრობლემა ის არის, რომ 6 წლის ვადით ვირჩევ და გადარჩევის მექანიზმები პრაქტიკულად არ აქვს. ორი ჩამკეტი შეიძლება არსებობდეს. ერთი ეს არის მაღალი კონსენსუსი დანიშვნის მომენტში, რაც გულისხმობს არაუბრალო უმრავლესობას, თუმცა რა ტიპის უმრავლესობას ეს უნდა იყოს დისკუსიის და დებატების საგანი. მეორე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კრიტერიუმები, ანუ მისი შერჩევის კრიტერიუმები. ის უნდა მოდიოდეს პროფესიული წრეებიდან და მისი, ესე ვთქვათ, პროფესიული ბექგრაუნდის ვეტინგი საწყის ეტაპზე, ეს უკვე არის ჩემი პერსონალური მოსაზრება და არა პარტიის, შესაძლოა გახდეს რაღაც ტიპის საერთაშორისო ექსპერტიზის ნაწილი, რატომაც არა. თუ ლაპარაკობთ მოსამართლეების ვეტინგზე, რასაც მხარს უჭერ მე პირადად, რატომ არ შეიძლება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შერჩევისას გამოვიყენოთ რამე ისეთი მექანიზმი, რაც მინიმუმამდე დაიყვანს მისი როგორც პერსონის, ასე ვთქვათ, რაღაც ტიპის პოლიტიკურ მიგრძნობებს. ეს არ უნდა იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა, ჩემი აზრით, იმის გამო, რომ ის არის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული. მისი იმპიჩმენტი დავარქვათ ასე, საკითხის დაყენება შეიძლება შეეძლოს უმცირესობას, მაგრამ ჩემი აზრით, მყარი უმრავლესობა უნდა ჭირდებოდეს ისე როგორც დანიშნულ შემთხვევაში მის გათავისუფლებასაც. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ადამიანს არ ექნება საკმარისი თავდაჯერებულობა, ლეგიტიმაცია მართვის პროცესში მიიღოს მათ შორის არაპოპულარული გადაწყვეტილებები, რაც ამავე სამსახურის რეფორმისთვის არის მნიშვნელოვანი. ანუ როცა ვლაპარაკობთ, რომ მნიშვნელოვანია მას ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია, ეს მაღალი ლეგიტიმაცია მათ შორის გამოიხატება აი ამ დიდ ხარდაჭერაში და მისი გათავისუფლება საკმაოდ რთული უნდა იყოს. მე მართლა ვხედავ, ბევრი მიმართულებით უჩნდება ამ ქვეყანას შანსი, რომ ჩვენ რაღაცნაირად არაუბრალოდ ამ რაღაცა რუსულ ჭაობს დავახციოთ თავი, რომლისკენაც გვეკაჩებიან, არამედ მათ შორის თავი დავახციოთ როგორც უკვე ევროპულმა სახელმწიფომ, ანუ სწრაფად გამოვიდეთ და სწრაფად გავიაროთ მთელი ეს პოსტსაბჭოთა ტრამვები, რაც გვაქვს. მათ შორის კონკრეტულად აი ამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის თვალსაზრისით და რასაც დავამატებდი, ვიტყოდი, რომ ეს უნდა იყოს საკითხი, რომელზეც თქვენი სამოქალაქო საზოგადოების მედიის
წნეხი პოლიტიკოსებზე და უკვე ახალ არჩეულ კოალიციაზე არ უნდა შეწყდეს განსაკუთრებით პირველ ეტაპზე.